მოგესალმებით, მეგობრებო, ქორუმი გვაქვს და ჩვენ შეგვიძლია ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მორიგი სხდომა გავხსნათ. დღეს ჩვენ განსახილველ საკითხებში და შესაბამისად დღის წესრიგში გვაქვს ერთი საკითხი. ეს არის პაკეტი, რომელიც წარმოადგენს კანონების პროექტებს, წამყვანი არის პენიტენციურ კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ და არის თამდევი კანონის პროექტები. მოხსენებელი გახლავთ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი დგებუაძე და გთხოვთ დღის წესრიგი დავამტკიცოთ. კეთილი, პირველი მოსმენით განვიხილავთ სავალდებულო წესით ამ საკითხს ბატონო გიორგი გთხოვთ რომ გაგვაცნოთ თქვენ შეგიძლიათ ეს პაკეტი ერთიანად გამოიტანოთ ვინაიდან ჩვენ განვიხილავთ როგორც სავალდებულო კომიტეტი და ამასთან პირველი მოსმენის წესით. გთხოვთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა. წარმოგიდგენთ ჩვენ ინფორმაციას ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვის პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. პირველი ეს ეხება პენიტენციურ კოდექსში ცვლილებების პროექტს. თქვენთვის კარგად არის ნაცნობი, რომ 23 წლის 15 დეკემბერს კანონმდებლობის კოდიფიცირების ფარგლებში მიღებულ იქნა პენიტენციური კოდექსი, რომელმაც ჩაანაცვლა პატიმრობის კოდექსი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი. ახალი კოდექსის მოქმედების 2 წლიანმა პერიოდმა, კოდექსის ცალკეული ნორმების მოქმედების პრაქტიკამ, აგრეთვე ამავე კოდექსიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტებზე მუშაობის პროცესმა დღის წესრიგში დააყენა კოდექსში კომპლექსურად ტექნიკური გადახედვის აუცილებლობა. შესწავლილი იქნა და გამოვლინდა ის ცალკეული უმეტეს შემთხვევაში ტექნიკური ხასიათის საკითხები და რეგულაციები, რომლებიც დამატებით დაზუსტებას, ახლებურ რეგულირებას და ზოგიერთ შემთხვევაში ხარვეზების აღმოფხვას საჭიროებს. აქედან გამომდინარე გამოიკვეთა კოდექსში სათანადო ერთიანი შესწორებების შეტანის აუცილებლობა, რაც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების უკეთ რეალიზებასა და პენიტენციური სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისკენ არის მიმართული. კანონპროექტის მიღების შედეგად შეიცვლება დაზუსტდება პენიტენციური სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ცალკეული რეგულაციები, მათ შორის აღმოიფხვრება ამავე კოდექსის სხვა ნორმებთან მიმართებით არსებული ცალკეული ხარვეზები და ტექნიკური ტერმინოლოგიური თვალსაზრისით გასწორდება აღნიშნული კოდექსის ცალკეული რედაქციები. პენიტენციურ კოდექსში შესატანი ცვლილებები ხელს შეუწყობს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების უკეთ რეალიზებასა და პენიტენციური სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას. კერძოდ, სამსახურებრივ შეუთავსებლობის საკითხი, ერთი პირველი საკითხია პენიტენციური კოდექსის ნაცვლად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით დარეგულირდება. თქვენ როგორც იცით, ახლებური რეგულაციები დააწესა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონმა და შესაბამისად ეს აისახება ეს არის ასახული ჩვენს პროექტში და გასწორდება ეს რედაქცია. ზოგიერთ საკითხზე, როდესაც გადაწყვეტილებას ზოგადად დაწესებულების ხელმძღვანელი უნდა იღებდეს იუსტიციის მინისტრის ნაცვლად სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი მიიღებს და აქაც მოხდება დელეგირება პირობითად მაგალითად მოსამსახურისათვის სამსახურის ვადის გაგრძელება მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაყვანა. პენიტენციურ კოდექსსა და რამდენიმე საკანონმდებლო აქტში სახელდებით აღარ იქნება მოხსენებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის სტრუქტურული ერთეულები, აქაც ჩვენ ვირჩევთ ერთიან მიდგომას, იქიდან გამომდინარე, რომ კოდექსში არ იყოს სახელდებით მოხსენიებული სტრუქტურული ერთეულები და იქნება ზოგადი მითითება, შესაბამისი ცვლილებები შედის სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდაღუათა კოდექსშიც. მაგალითად ასეთი არის პენიტენციური დეპარტამენტი, ამავე სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მსგავსად, რომელიც კოდექსით შიდა კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფად არის მოხსენიებული. პენიტენციურ სფეროსთან დაკავშირებული ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტის მსგავსად პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებებსაც იუსტიციის მინისტრი პირდაპირ სამსახურის გენერალური დირექტორის საამისო წარდგენის გარეშე დაამტკიცებს. აქაც მნიშვნელოვანია, რომ გასწორდეს ის ვერტიკალი, რომელიც პენიტენციური კოდექსით არის დადგენილი, იმიტომ რომ უფრო მაღალი იერარქიის აქტებს მინისტრი დამოუკიდებლად ამტკიცებს და ამ ნაწილშიც შესაბამისად რომ ეს სისტემურად გასწორდეს, აუცილებლობა წარდგინების არ არსებობს. კოდექსში შედის არაერთი ტერმინოლოგიური ცვლილება, მაგალითად სიტყვა დამცველი იცვლება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ტერმინით ადვოკატი. თითოეული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით სიტყვები სასჯელ აღსრულების სფეროში იცვლება სიტყვებით პენიტენციურ სფეროში, სიტყვები საბადრაგო ჯგუფი იცვლება სიტყვებით ესკორტირების ჯგუფი და სხვა. ერთგვაროვანი მიდგომის მიზნით ტექნიკური ცვლილების სახით პენიტენციური კოდექსიდან ამოდის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, რადგან იგი წესრიგდება სისხლის სამართლის კოდექსით, ხდება უბრალოდ დუბლირების აღმოფხვრა. კოდექსის ცალკეულ ნორმებში, რომლებშიც გარკვეული მოქმედებების განხორციელების ვადებია დღეების სახით მითითებული, არ არის დაზუსტებული შესაბამისი დღეების სამუშაო თუ კალენდარული და მიუხედავად იმისა, რომ ამ ვადებთან მიმართებით პრაქტიკაში ერთგვაროვანი მიდგომებია, ჩვენც მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ ეს საკითხები დაზუსტდეს. აქედან გამომდინარე კოდექსის 20-ზე მეტ მუხლში ზუსტება ვადების სახით განსაზღვრული შესაბამისი დღეები იმ პრინციპით, რომ სამუშაო დღეებად განისაზღვრება ის ვადები, რომლებიც მოსამსახურეთა მიერ ადმინისტრაციული სამსახურებრივი ფუნქციის შესრულებას უკავშირდება, ხოლო სხვა შემთხვევაში კალენდარულ დღეებად. ამასთან ცალკეულ შემთხვევაში ვადის არსის გათვალისწინებით დღე განისაზღვრება ზუსტება დღეღამის სახით, როგორც ეს განიმარტება და პრაქტიკაში არის დამკვიდრებული. დაზუსტებები, რა თქმა უნდა, არ გაუარესებს ბრალდებულთა და მჟავდებულთა უფლებების მდგომარეობას პირიქით და შეესაბამება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ამ ვადების გამოყენების პრაქტიკას და მეთოდიკას. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტს რაც შეეხება, აქაც მოგახსენებთ ორ პუნქტს კანონ პროექტის მიხედვით სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური სამედიცინო პერსონალის წევრს გარდა ჩვენ აქ გულისხმობთ გამოვყოფთ მენეჯერულ პოზიციას ხელმძღვანელებს ამავე სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთეულის ხელმძღვანელისა, მისი მოადგილის, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელისა ექნებათ უფლება ამავე კანონით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობის გარდა განახორციელონ ანაზღაურებადი საქმიანობა სამედიცინო სფეროში. ამავე სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ ერთჯერადად არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძვლის მიხედვით და ანალოგიური რეგულირება დღეს არის პენიტენციურ კოდექსში და შესაბამისობაში მოდის ეს რეგულაცია, რომლიდანაც ამ კანონში გადმოდის გარკვეული ცვლილებებით. იუსტიციის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში დასაქმებულ სოციალურ მუშაკსა, სოციალური მუშაკის პროფესიულ ზედამხედველსა და ფსიქოლოგის პროფესიულ ზედამხედველს გარდა ამავე დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და მათ მოადგილეებისა, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის, ერთეულის ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა უფლება იქნებათ ამ კანონით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობების გარდა, აგრეთვე განახორციელონ ანაზღაურებადი საქმიანობა ამავე სამინისტროს სისტემის სხვა დაწესებულებაში სოციალურ მუშაკად ან ფსიქოლოგად, აგრეთვე მათ პროფესიულ ზედამხედველად შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ერთჯერადად არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. აქაც თქვენ იცით, რომ ეს დეფიციტურ პროფესიას წარმოადგენს და ის რომ უფრო მეტად ეფექტიანი ვიყოთ ჩვენ სისტემის ნაწილში, სადაც ეს შესაძლებელია, სადაც ეს აუცილებელია და არ დაარღვევს იმ პასუხისმგებლობის იერარქიას და ფუნქციურ გადანაწილებას, რომლებიც უწყებებში არსებობს და დამკვიდრებულია ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ეს ცვლილება მოგცემს შესაძლებლობას, რომ ფსიქოლოგები,
რომ სოციალური მუშაკები, მათი პროფესიული ზედამხედველები მუშაობდნენ ეფექტიანად, რა თქმა უნდა, უწყებრივი ინტერესის გათვალისწინებით, როგორც პირობითად ერთ უწყებაში, ასევე მეორე უწყებაში სისტემის შიგნით, იუსტიციის სამინისტროს სისტემის შიგნით გულისხმობთ კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ, უფრო მეტად რომ ეს იყოს პროცესი ეფექტიანი და მომსახურება და სერვისები მათ მიერ შეთავაზებული იყოს ხელმისაწვდომი ბენეფიციარებისთვის. შესაბამისად, გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე აღნიშნულ პირებს იუსტიციის სამინისტროს სისტემის შესაბამისი დაწესებულებებისადმი თანამდებობრივი დაქვემდებარების საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ამას ჩვენ დავარეგულირებთ იმ მიზნით და იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომ ერთ უწყებას არ შეექმნას პრობლემა მეორე უწყების დახმარების ხარჯზე ან პირიქით. დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტსაც შეეხება. კანონ პროექტის მიხედვით სააგენტოს უფროსა და მის მოადგილეებზე სხვა მოსამსახურეთა მსგავსად აგრეთვე გავრცელდება კანონის მესამე პრიმა თავით სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესი, გათვალისწინებული ამ წესით გათვალისწინებული რეგულაციები, რომლებიც ძირითადად დისციპლინურ პასუხისმგებლობას ეხება, კანონის შესაბამისობაში მოვა პენიტენციურ კოდექსთან, რომელიც ამჟამად აღარ ითვალისწინებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამოქალაქო დანაყოფს, რადგან იცით, რომ რიგი ცვლილებების საფუძველზე თანამშრომლებს მიეწოდათ წოდებები, ასევე გათვალისწინებული იქნა მათი სამსახურებრივი გამოცდილება და ამ ყველაფრის გათვალისწინებით უკვე სამოქალაქო დანაყოფის ეს დეფინიციის არსებობა აუცილებელი არ არის ამ კანონში. საერთო ჯამში ძირითადად ეს საკითხები არის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და თუ კითხვები გექნებათ, სიამოვნებით ვიპასუხებ. კეთილი, დიდი მადლობა ბატონო გიორგი, კითხვები ხომ არ გვაქვს? ძალიან კარგი ბატონო სოფია. კითხვა მაქვს, ერთი მაინტერესებს უბრალოდ რომ ეს პენსიაზე გასულების დარჩენა. ეს რამ გამოიწვია? მესმის რომ ახლა ესეთი დაბალი პენსია გვაქვს ქვეყანაში, რომ ეს ადამიანებს ეშინიათ პენსიაზე გასვლა და მუშაობა ურჩევნიათ, მაგრამ ასეთი მსურველები ყავთ, აი რას საიდან გახდა, რას დაეფუძნა აი ამ მუხლის აუცილებლობა? ყავთ ესეთი ხალხი, ვინც ითხოვს დარჩენა უნდა და სამსახურის გაგრძელება უნდა, კადრების შიმშილი გვაქვს, ახალი კადრები არ შემოდის, აი რამ გამოიწვია, რატო გახდა ეს აუცილებლობა, ამის დაზუსტება, რომ ეს ნებართვა კონდეს დეპარტამენტის უფროს, რომ ესეთი თუ დირექტორს, გენერალურ დირექტორს და მეორე ცხადია ეს მარტო თქვენ არ გიკავშირდებათ ზოგადად აი ამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონით. ეს აკრძალვა რომ ორ სამსახურში არ უნდა იყვნენ დასაქმებულები, თავიდანვე იყო უცნაური და მესმის რომ გამონაკლისებია გასაკეთებელი, მაგრამ აი ეს გამონაკლისები, როცა პირდაპირ დირექტორს ეძლევა უფლება მან გადაწყვიტოს მისცეს თუ არა მის თანამშრომელს უფლება სხვაგან იმუშაოს. ხომ არ ქმნის სწორედ ამ დამატებით შესაძლებლობას კორუფციის ან ნეპოტიზმის. თქვენ როგორც იურისტი მითხარით, ეს მაინტერესებს, მაგრამ ყველაზე მეტად ეს მაინტერესებს, აი კადრების გვიჭირს, იმიტომ რომ ახლა ეს რომ მასწავლებლობა იყოს, მესმის რომ პენსიის შემდეგაც გინდა იმუშაოს. რთული საქმეა, ძალიან რთული საქმეა და არ არის იოლი ამ სისტემაში მუშაობა და აი მაინც თვითონ ითხოვენ დარჩენას. თქვენ როგორ ხსნით ამას? მადლობა, ბოდიში. ბრძანეთ ბატონო გიორგი. შეიძლება. დიდი მადლობა. პირველი მაინც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ჩვენი კანონ პროექტის მიზანი ზუსტად არის ის, რომ ეს რაც ჩვენ მოვაგროვეთ ხარვეზები, ეს ყველაფერი აღმოიხროს და გასწორდეს. ტექნიკური ნიუანსები უმეტესწილად ეს ჩვენი კანონ პროექტი არის დახუნძული ამ ხარვეზების აღმოფხვრის დებულებებით. აქ თქვენაც აღნიშნეთ პენსიების საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ აქ უბრალოდ დავაზუსტეთ, რომ თუ ადრე ეს შესაძლებელი იყო პირობითად მინისტრი იყო ჩართული ამ პროცესში, ახლა ეს უკვე განხორციელდება, შესაძლებელი გახდება გენერალური დირექტორის დისკრეციით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გავასწორეთ ეს ვერტიკალი, არის ისეთი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები,
რომლებზეც მინისტრი არის ჩართული და მინისტრი უნდა იყოს ჩართული და არის ისეთი საკითხები, რომლებიც შესაძლებელია გენერალური დირექტორის ჩართულობით გადაწყდეს და ეს ზუსტად იმ საკითხებს მიეკუთვნება, სადაც თავისუფლად შესაძლებელია გენერალურმა დირექტორმა თავისით მიიღოს გადაწყვეტილება და ეს მის დისკრეციას წარმოადგენს. ამის აუცილებლობით კი პასუხობთ, რომ ამის აუცილებლობა, ასე ვთქვათ, კონკრეტული არ არის და ეს ჩვენ რომ ვთქვათ, დიახ, ამისი ეს რაღაც იყო კომპლექსური საკითხი, იყო მაღალი მომართვიანობა, ასე შემდეგ, ასეთი არ იყო, უბრალოდ ჩვენ ეს ტექნიკურად გავმართეთ, რომ ეს შესაბამისობაში იყოს საერთო რეგულაციებთან და საერთო მიდგომებთან, იმიტომ რომ ჩვენ დავხვეწეთ საკითხები, რომლებიც მინისტრი უშუალოდ უნდა იყოს ჩართული და დავხვეწეთ ის საკითხები და განსაზღვრეთ, რომლებშიც უშუალოდ გენერალური დირექტორი უნდა იყოს ჩართული და ეს მის დისკრეციას, სამსახურებრივ დისკრეციას წარმოადგენს და მისი ფუნქციებიდან გამომდინარეც ადეკვატური არის, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული აუცილებლობიდან გამომდინარე. რაც შეეხება გამონაკლისებს, ესეც მადლობა ამ კითხვისთვის, ჩვენ დაგიდასტურებთ, რომ ნამდვილად ეს დეფიციტური პროფესია არის სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და უფრო დავაკონკრეტებ, რომ არის დეფიციტური პროფესიული კადრების მოძიება სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების კუთხით და თქვენ იცით, რომ მთავრობის დადგენილება არის ერთი, რომელიც განსაზღვრავს გამონაკლისებს, ეს გამონაკლისები ეხება მხოლოდ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს და ეს მოქნილობა უფრო რომ გაიზარდოს და ეს შეეხოს ჩვენი სისტემის შიგნით, იუსტიციის სამინისტროს სისტემის შიგნით საშტატო პოზიციებზე მყოფ თანამშრომლებს, სადაც ეს რა თქმა უნდა აუცილებელია, ეს ჩვენ მიგვაჩნია სწორედ, რომ ეს შესაძლებლობა გაჩნდეს. თქვენ რაც აღნიშნეთ, რომ ხელმძღვანელთან მოხდეს ეს შეთანხმება, ამის ეს საერთო წესია, რომ ასეთ დროს თქვენ მოგეხსენებათ, დიახ, რომ ხელმძღვანელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ ხელმძღვანელი მართოს იმ გამოწვევებს, იმ საქმეთა მიმდინარეობას და სპეციფიკას, რომელიც კონკრეტულ უწყებას აკისრია. აქედან გამომდინარე, რომ ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე თანამშრომლმა ეს გადაწყვეტილება მიიღოს, შეიძლება ფუნქციურად კონკრეტულად ერთ უწყებას შეექმნას პრობლემა და ეს პრობლემური გახდეს ამ მაგალითად სოციალურ მუშაკზე და ფსიქოლოგზე დაკისრებული მოვალეობებიდან გამომდინარე, როგორც ერთი უწყებისთვის, ასევე იმ უწყებისთვის, სადაც იგი იუსტიციის ქვეშ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამას ჩვენ ვაზუსტებთ და იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყოს შეთანხმებული, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყოს კოორდინირებული, რაც მე აღვნიშნე, რომ ამ მიდგომებით პრობლემა არ შექმნას არც ერთ უწყებას, არც მეორე უწყებას და იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის საერთო წესი და საერთო რეგულაცია ასეთ დროს, რომ ამის შეთანხმება მოხდეს უშუალოდ უწყების ხელმძღვანელთან, თან ჩვენ ეს აღვნიშნეთ, რომ ეს ყოველწლიური უნდა გახდეს, რაც ასევე საერთო წესია და გამომდინარეობს იმ გამოწვევებიდან გამომდინარე და ფუნქციური კრიტერიუმებიდან გამომდინარე, რომელიც უწყებას გააჩნია, ყოველ წელს მოხდება ამის გადახედვა, თუ ვთქვათ ერთ წელს სოციალურ მუშაკს ანუ ფსიქოლოგს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ პარალელურად იყოს დატვირთული იმუშაოს სხვა უწყებაში, ამას ხელმძღვანელი დააკმაყოფილებს, თუმცა მეორე წელს თუ მისი დატვირთვა გაიზარდა და ამის შესაძლებლობა უკვე არ არსებობს, იქ შეიძლება ეს თხოვნა არ დააკმაყოფილოს და მხოლოდ ერთ უწყებაში გააგრძელოს მუშაობა. ამიტომ ჩვენ შევეცადეთ ყველა რისკი დაგვეზღვია და უფრო მოქნილი გარემო შეგვექმნა. დავაზუსტებთ, სადაც ეს არის აუცილებელი და სადაც ეს არის შესაძლებელი. მადლობა. გამოზუსტებელი კითხვა ხომ არ გაქვთ? მოგახსენებთ, ეს არის ვაზუსტებთ, მხოლოდ ეს ეხება იუსტიციის სამინისტროს სისტემის შიგნით და ეს არ ეხება სისტემის გარეთ არსებულ უწყებებს. დაზუსტეთ.
ეს მესმის უბრალოდ ეს დეფიციტური თქვით რომ დეფიციტური პროფესიებია და ეს თქვენ როგორ ხსნით რატო იქმნება დეფიციტი ზოგადად გვიჭერს ქვეყანაში კადრები თუ თვითონ სისტემის სიმძიმის გამო რაღაცა დაბალი ხელფასის გამო აი როგორ ხსნით თქვენ რომ მოგეხმაროთ კი ბატონო დიდი მადლობა დიახ კი ანუ ეს ისეთი სოციალურ მუშაკებთან და ფსიქოლოგებთან მიმართებით მათი ჩართულობის კუთხით ეს ისევე როგორც ნებისმიერი კვლევით ზოგადად საერთო სიტუაციიდან გამომდინარე ვიტყოდი დეფიციტური არა მხოლოდ ჩვენს უწყებაში, არამედ სხვა უწყებებშიც, მაგრამ მე ამასთან ერთად დავაკონკრეტე რომ ეს კადრები იყვნენ უფრო ჩვენ ჩართულობა იყოს გამოცდილებაზე აგებული, იყოს კვალიფიკაციაზე აგებული, ჩვენ ვქნით უფრო მეტ შესაძლებლობას, სადაც ეს აუცილებელია, სადაც ეს რელევანტურია ამ დროს, რომ ერთ უწყებაში მომუშავე ფსიქოლოგი ან სოციმუშაკი, რომელიც კონკრეტული მიმართულებით არის კომპეტენტური, თქვათ შეიძლება ეს იყოს ისეთ საკითხებთან დაკავშირებული, რომლებშიც შეიძლება მხოლოდ ჩვენი უწყების კონკრეტული სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის გამოცდილება იყოს საჭირო, ეს შესაძლებლობა რომ გაჩნდეს, ეს დაეხმარება როგორც ერთ უწყებას, ასევე მეორე უწყებას სამინისტროს სისტემის შიგნით და საერთო ჯამში ეს შექმნის უფრო მეტ მოქნილობას, რა თქმა უნდა, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ჩვენ აქ დავაკონკრეტეთ უშუალოდ ხელმძღვანელთან შეთანხმებით, რომ ეს არის ჩაკეტილი ასევე ყოველწლიური შეთანხმებით, რომ მოხდეს, რომ არ დაირღვეს არც ერთი უწყების და არც მეორე უწყების ის ვერტიკალი, რომელზეც არის აწყობილი მათზე დაკისრებული ფუნქციები და ჩვენ კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ, რომ ეს შესაძლებლობას მოგცემს სისტემის შიგნით, იუსტიციის სამინისტროს სისტემის შიგნით, რომ მოხდეს ასევე ამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილების ასევე გადაცემაც და გაზიარებაც, იმიტომ რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც ერთ უწყებას აქვს და მეორეს არ აქვს და ეს თანამშრომელი, რა თქმა უნდა, ამ პერიოდში გაუზიარებს სხვა თანამშრომლებს და პირიქით. ამიტომ ეს უფრო მეტ მოქნილობას შეძენს. დიახ, ამაზე ორ სიტყვას მეზგებთ, ეხლა რა თქმა უნდა, სოციმუშაკის პროფესიის თუნდაც დეფიციტურობა ერთი კონკრეტული სამინისტროს ქვეშ ვერ იქნება ეს ზოგადად არის მნიშვნელოვანი თემა ჩვენთვის ადამიანის სპორტის დაცვის კომიტეტმაც ბევრი გააკეთა იმისთვის რომ ეს დეფიციტი შემცირდეს თუმცა არა აღმოფხვრისთვის იმიტომ რომ ეს პროგრამულადიანი ხედვის პერსპექტივაა და სწორედ იმიტომ რომ აი ესეთი პროფესიები რომელიც ფრონტის ხაზზე არიან ადამიანის სპორტის დაცვის თვალსაზრისით ვითარდებოდეს ინტერესი იზრდებოდეს მოგიწოდებთ რომ ხარი დაუჭიროთ განათლების იმ რეფორმას რომელიც პრემიერ-მინისტრისა და განათლების სამინისტროს მიერ არის შემუშავებული იქაც ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ესეთი პროფესიების შევსებისკენ გადადგმული მექანიზმებია მათ შორის პრიორიტეტია სოციალური მუშაკის ასაკვირველი კეთილი ეს პროგლობალური საკითხი არის შემიძლია კომიტეტის მიღმა გესაუბროთ ამაზე ჩვენს კომიტეტში ძალიან ისეთი ინსტიტუციური მეხსიერება დაგროვილი ამასთან დაკავშირებით თუმცა მუშაობა რეალური დაიწყო მას შემდეგ როდესაც მეცხრე მოწვევის პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა სოციალური მუშაობის შესახებ კანონის პროექტს და აქცია კანონად. კეთილი. ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ კენჭისყრაზე, ვაყენებ ამ საკითხს ვინ არის მომხრე რომ დაუჭიროს მხარი პაკეტს პენიტენციურ კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ სხვა თანამდებობ ინიციატივებთან ერთად. ერთხმად არის ხარდაჭერილი ოპოზიცია მას დაუჭირა მხარი აღნიშნოთ ოფში ამ დღის ესე იგი გათვალისწინებული საკითხები ამოწურული არის დიდი მადლობა ყურადღებისთვის